სასახლის ღობის საქმეზე დღეს სახელმწიფო ბრალდებამ კიდევ ერთი მოწმე გამოკითხა, რომელიც არის სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი პირი, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენების დროს სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურეობრივ უფლებამოსილებებს ახორციელებდა, თუმცა დღევანდელმა მოწმემ აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიაზე ისაუბრა, იმ ვერსიებისგან განსხვავებით, რაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოგვისმენია სწორედ დაცვის თანამშრომლების მხრიდან, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სასამართლოს ხდომაზე სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დროშებით იდგნენ და მას არ უხსენებია არანაირი სახის დაზიანებები და არც ის თუ როგორ დაანგრიეს აქციის მონაწილეებმა სასახლის ღობე. ის ამბობდა, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ქონია, თუმცა დღეს კიდევ ერთმა მოწმემ, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას ჰყავდა მოყვანილი ხდომათა დარბაზში, აბსოლუტურად სხვა ვერსიაზე ისაუბრა. ის ამბობდა, რომ აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს დაცვის თანამშრომლებს, ჯოხები ჩაარტყეს და სწორედ ამის შემდგომ მიიღო მან და თავისმა თანამშრომლებმა დაზიანებები. თუმცა თავად მოწმე, რომელიც დღეს ხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, ვერ განმარტავს ამ დაზიანებების შემდგომ რატომ არ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, თუ ნამდვილად მიიღო მან ეს დაზიანებები, თუმცა ამ კითხვაზე მან თქვა, რომ მან არ ჩათვალა საჭიროდ, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა, თუმცა ფაქტია, რომ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც 4 ოქტომბრის მოვლენების დროს სწორედ ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდებას ის მოწმეები, რომლებმაც წესით უნდა დაადასტურონ პირების ბრალეულობები ჩამოეშალათ, რადგან დღესაც ერთ-ერთი მოწმე ამბობდა, რომ ვერც ერთ მათგანს ხელს ვერ დაადებდა და ვერ მოახდენდა ვერც ერთის იდენტიფიცირებას, რადგან არ ახსოვს თუ ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაცვის მხარის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, დღეს სახელმწიფო ბრალდების მიერ მოყვანილ მოწმესთან ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, მათ აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა დაზარალებული მოწმე იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, რომელმაც სავარაუდოდ მას დაზიანებები მიაყენა, თუმცა სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი ამბობდა, რომ ვერ მოახდენდა ვერც ერთი პირის იდენტიფიცირებას და მეტიც ამბობდა, რომ 15 ბრალდებული, რომლებიც დღეს საბრალდებო სკამზე ისხდნენ, ვერც ერთი მათგანის ვინაობას ვერ დაადგენდა და შესაბამისად დაცვის მხარის წარმომადგენლებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ის პირები, რომლებიც დღეს საბრალდებო სკამზე ისხდნენ, არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც სავარაუდოდ დაცვის თანამშრომლებს მიაყენეს დაზიანებები. ასევე დღეს ითქვა ისიც, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთი პირი ბრალის აღიარებას არ აპირებს, შესაბამისად ეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ ვერ გაფორმდება.
ბრალდების ხარიმ დაკითხა ორი მოწმე, ერთი ექსპერტი, ტრასოლოგი, რომელმაც ფაქტობრივად უბრალოდ დაადასტურა მხოლოდ ფაქტი, მის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა, კონკრეტული ღირებულება, კონკრეტული ქონებების რაც დაზიანდა. თუმცა კი იდენტიფიცირებული არ არის, როგორც ვიცით, არც ერთი პირი თუ ვინ იყო დამზიანებელი ამ სხვადასხვა ქონებს. მეორე მოწმე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი და როგორც ყველა სხვა დაზარალებულად ცნობილმა პირმა, ვერც ამ თანამშრომელმა ვერ მიუთითა რომელიმე კონკრეტულ პირზე, რომელიმე ბრალდებულზე, რომ თითქოს რომელიმე მათგანი რაიმე დანაშაულებრივ მოქმედებებს ახორციელებდა თუ არ ახორციელებდა. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა დაზარალებულად ცნობილმა პირმა დაადასტურა, რომ არც ერთი პირის მიმართ მას პრეტენზია არ აქვს. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი პატენი გიორგი თათარაშვილი დაიკითხა დღეს, რომელიც დაზარალებულად არის პროკურატურის ბრალდების მხარეს მიერ ცნობილი, თუმცა გულისხმოა ის ფაქტი, რომ მას არ მიუმართავს დაზიანების მიღებისას სამედიცინო დაწესებულებისთვის, არც სასწრაფო დახმარებისთვის, არც რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა, თუ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა, რატომ არ მიმართა შესაბამის სამედიცინო დახმარებას ხო სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, როგორ მოახერხა ასეთ მდგომარეობაში დამახსოვრება და დეტალურად აქვს აქ წერილი თუ რა ეცვათ, როგორ ეცვათ, როგორ იყვნენ გამოწყობილები, რა აღნაგობის იყვნენ. სასახლის ღობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში არის უკვე დაასრულებული. რამდენიმე პროცესის შემდგომ უკვე მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ არც ერთი ბრალდებული, რომელიც ამ საქმეზე არის დაკავებული, ბრალს არ აღიარებენ და შესაბამისად საპროცესო შეთანხმებაზე ყველა მათგანი უარს აცხადებს.